მინდოდა რომ დღეს ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი სტუდიაში, მაგრამ ხართ გერმანიაში და შესაბამისად მაქედან უნდა გკითხოთ თქვენს ოჯახში განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღად იქნებოდა აღქმული 31 მარტი, ეჭვი არ მეპარება ამაში და 34 წლის შემდგომ, რასაც ვუყურებთ დღეს საქართველოში, დაბრუნდა თუ არა ეს საზოგადოება იმის მცველად, რაც 34 წლის წინ იმ თაობამ მოიპოვა, შეიძლება ასე ითქვას. თქვენ კარგად მოგახსენებათ, რომ მთელი ჩემი ოჯახი ამ დღის დადგომისათვის იბრძოდა, რომ დამდგარი იყო დღე, როდესაც საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი და მათთვის ალბათ დედაჩემისათვის, მამაჩემისათვის და არა მხოლოდ მათ ბებიაჩემის, ბაბუაჩემისათვის, ალბათ შოკის მომგვრელი იქნებოდა ის, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს. რომ შესაძლებელია დღესაც კი აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ეს დამოუკიდებლობა, რომლისგანაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა 10 წლების განმავლობაში, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავკარგეთ. და ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, თუ არ ვიბრძოლეთ თავისუფლებისათვის და თავისუფლება არის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ინდივიდუალური ადამიანის თავისუფლებისათვის, ეს იქნება დიდი კატასტროფა და ჩვენ ჩავარდებით ალბათ 10 წლების განმავლობაში ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც ძალიან ძნელი იქნება რომ გამოვიდეთ. თან ტრაგედია ქართული ისტორიისა ის არის, რომ როდესაც შანსი გვეძლევა, როდესაც კარი გაიღო მაგალითად ევროპის კავშირის, როდესაც თავი გვეგონა მეტნაკლებად მიუხედავად ამ საშინელი მეზობლისა, რომელიც გვყავს რუსეთის სახით, რომ თავი ქუჩი ქონდა და მეტნაკლებად თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდით, ჩავარდით ისეთ მდგომარეობაში, რომ დღეს ვებრძვით ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, უკვე არა მხოლოდ ავტორიტარულ, არამედ ტოტალიტარულ რეჟიმსაც, რომელიც ყოველდღიურად იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსი, დრაკონული კანონები იღებენ ყოველდღიურად, ჩვენ ვხედავთ საერთოდ რომ გავედით სამართლებრივი სივრციდან. კი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასაც კი აპირებენ, გამოაცხადეს ეს პირდაპირ. კი ბატონო, და მე ჩამოაყალიბებენ ისეთ ხალხ ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ახლა მithomda პარლამენტში რო ყავთ, ხო? ვიღაც გაითვლიან 1-2-3, ახლა გამოხვედით თქვენ ხართ ოპოზიცია, როგორც რუსეთშია, როგორც ბელორუსშია, თქვენ როგორ ბელორუსშიც არის პარტიები. და არის ტოტალური დიქტატურა, ხო? არ გვჭირდება ახლა ძალიან ამას რა უშლის ხელს? ივანიშვილის ამ გეგმას კრემლში დაწერის ჯერჯერობით რა უშლის ხელს? რა აკავებს ამას? ასაკვირველია ცოტათი თუ აკავებს ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და ჩვენ ვხედავთ რომ მიუხედავად ამ არანორმალური კანონებისა, როდესაც ადამიანები იღებენ ამ ყველაფერს თავი რო დავანება, სხვაზე რო არაფერი არ ვთქვათ, როდესაც უბრალოდ შეიძლება ადამიანს დახვდნენ კართან, ცემონ უბრალოდ ეს ჯარიმებიც, ხო, საშინელი ამბავი არის, მით უმეტეს, როდესაც სრულიად უკანონოდ დააყადაღეს ფონდები, საიდანაც უნდა მოდიოდეს დახმარება, ჩვენ დავინახეთ, რომ დღესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აჩნდებინებდნენ, რომ სცენა გაეკეთებინათ, დღესაც იყო დაჭერები და ასე შემდეგ. ანუ სრულიად გასული ვართ ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოებიდან და უკან დაბრუნებას ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება და რასაკვირველია პირველ რიგში ეს არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე. ჩვენ თუ არ გვინდა ვიცხოვროთ არა თავისუფლებაში და ვიცხოვროთ მონობაში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ თავისუფალ ქვეყანაში, რასაკვირველია ჩვენ უნდა არ მივატოვოთ ეს ბრძოლა და ბრძოლა უფრო უნდა გაძლიერდეს, ამიტომაც ვამბობთ რომ გაზაფხული ხალხის იწყება ახლა. კი ბატონო და ლაშა უნდა გითხოთ ასევე საერთაშორისო კომპონენტზე ხალხის პროტესტი აქვს და საერთაშორისო ზეწოლა თუ რაც ქვია ამას პრინციპში გამხნევება მოქალაქეების რომლებიც არიღლებიან მიუხედავად ამდენი სტრესისა, ამდენი ზეწოლისა, დაპატიმრებისა, მუქარისა ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში და ხმა რომელიც მას ესმის ამ ქვეყნის მეგობრებიდან ხომ დასავლეთიდან რომლის სივრცის ნაწილადაც ეს ხალხი
აღიქვამს ამ ქვეყანას, ეს არის გამხნევების საფუძველი. შესაძლოა ეს ზეწოლის ისეთი ძლიერი მექანიზმი აღარ არის ამ ხელისუფლებაზე, რომელიც გავიდა ამ გამოაცხადა, რომ აღარ უსმენს დასავლეთს. თქვენ გერმანიაში ხართ, თუ ქონდათ მათ ადგილზე შეხვედრები, რა განწყობაა ადგილზე? ისე იგი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. აი, ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ თურქეთში რა ხდება, ხო? შორს არ წავიდეთ ძალიან, მაგრამ ამავე დროს ისრაელ-პალესტინის ამბავში რა ამბები ტრიალებს, არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ მაგალითად სამხრეთ სუდანშიაც მიმდინარეობს დიდი ბრძოლები. ჩვენ ვხედავთ უკრაინა, რუსეთის ომი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ეხლა მე მაგალითად დაბადებული ვიყავი ლაიფციგის სიგნის ბაზრობაზე, სადაც ჰქონდა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საქართველოში რა პერსპექტივებს ვხედავთ და წარმოუდგენლად დიდი ინტერესი იყო. უამრავი ადამიანი მოდიოდა, თქვენ მოგახსენებათ, რომ ჩვენ თავის დროზე ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ საქართველოს რაღაცა გაიჭრა იმ ლიტერატურულ სამყაროში და არიან ადამიანები, რომელსაც აი მაშინ გაიცნეს საქართველო, გამომცემლები, ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ კულტურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და გავლენას საბოლოო ჯამში, ყოველ შემთხვევაში გერმანიაში პოლიტიკაზე. აქ ვაპირებ და მაქვს დაგეგმილი და შეხვედრები როგორც კულტურის წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკურ ძალებთან. მოგეხსენებათ, გერმანიაში ამჟამად მიმდინარეობს მთავრობის ჩამოყალიბება, ამიტომაც რთულია აი სერიოზულ მართლა საკვანძო პოლიტიკოსებთან შეხვედრა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყოველდღიურად მიმდინარეობს აქ, ყოველ საათობრივად მოლაპარაკებები, რომ ახალი მთავრობა შეიქმნას. ცოტა უფრო გვიან რო ჩამოსულიყავი, ალბათ უკეთესი პირობები იქნებოდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი საერთაშორისო მდგომარეობა არის, მიუხედავად ამისა, ინტერესი საქართველოსადმი არის ძალიან დიდი, ისინი სულ გაკითხებენ, რომ აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის რთული საკითხი. ძალიან რადგანაც ქართული ოცნება ერთი შეხედვით ყველაფერს ისხლებს, აგერაფია 7 აპრილს არის დედლაინი, მოგეხსენებათ ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეამ განკუთვნები დააყენა და არ შეასრულებენ. მე შიშობ, რომ საერთოდ ხომ არ აპირებენ საქართველოს ევროპის საბჭოდანაც კი გამოსვლას, ევროპის კავშირზე აღარაფერს აღარ ვამბობ, სადაც მოლაპარაკებები დაყენულია. და აი ასეთ შემთხვევაში ასაკვირველია ძალიან სერიოზული პასუხი უნდა გავცეთ ისეთ აი ამ პროვოკაციულ ქმედებებს ქართული ოცნების, რომელსაც უნდა რომ საქართველოს იზოლაციაში მოახდინოს და ჩაგვაგდოს რაღაცა ჯურმულში და ბნელეთში.